დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ საზოგადოებას, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ჯონ კოულის შეხვედრის შემდეგ ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში 19 მარტს შეერთებულმა შტატებმა სრულად მოხსნა სანქციები ბელინვესტ ბანკზე, ბელორუსის განვითარების ბანკსა და ბელორუსის ფინანსთა სამინისტროზე. ასევე საბოლოოდ ამოიღო ყველა სანქციური სიიდან ბელარუსკალი და ბელორუსის კალიუმის კომპანია. ამის საპირწონედ გათავისუფლდა 250 პოლიტიკური პატიმარი, რადგან ნაწილი გადაეცა ლიტვას და ეს არის ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც ბოლო პერიოდში შედგა ბელორუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამ გარიგების კვალობაზე ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ პირობითი სახელი ამ გარიგებას. პატიმრების სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ლუკაშენკოსთან აგებს 2025 წლის ზაფხულიდან. სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა მოხსნა სანქციები ბელორუსულ ავიაკომპანია ბელავიაზე, მისკმა გაათავისუფლა ამისთვის 52 პატიმარი. დეკემბერში მოხსნა სანქციები კალიუმის სასუქების ექსპორტზე, გათავისუფლდა 123 ადამიანი და მათ შორის ნობელის ლაურეატი ალექს ბელიაცკიძე ვლაპარაკობ. ოპოზიციონერები მარია კალესნიკოვა, ვიქტორ ბაბარიკო დღევანდელი გაცვლა, ბოლო გაცვლა, რაც შედგა, როგორც გითხარით, ყველაზე მასშტაბურია. მასშტაბურის გარდა არის ყველაზე სარფიანი ლუკაშენკოსთვის და როგორც ბიზნეს მედიის წარმომადგენელი მოგახსენებთ რატომაც. კალიუმი, ჩემო ბატონო, არის ბელორუსის მთავარი ექსპორტული პროდუქტი. დასავლეთის სანქციების დაწესებამდე 2021 წელს ქვეყანა უზრუნველყოფდა მსოფლიო კალიუმის სასუქების ექსპორტის დაახლოებით 20%-ს, რის შედეგადაც ყოველწლიურად შეულობდა და მისი შემოსავლები იყო დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარი, კი. რაც შეადგენდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ბელორუსეთის 4%-ს, მარტო ერთი დარგი. სანქციებმა აიძულა ქვეყანა გადაეტანა მიწოდებები უკვე რუსეთის გავლით, რაც ეკონომიკურად კიდევ უფრო დაკავშირდა კრემლთან. ახლა ეს არხი კვლავ იხსნება, თან უკვე ხსნილია ბანკებზე და ფინანსთა სამინისტროს დონეზეც და არა მხოლოდ წარმოებლების. მოგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით მოხსნილია სანქციები როგორც წამყვანი ბელორუსეთის ბანკების, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ. ამასობაში თეთრი სახლი განიხილავს სანქციების მოხსნას ირანული ნავთობისთვის, რომელიც ზღვაშია, რათა ამგვარად დაიამცით ფორმით შეაჩეროს ნავთობის ფასის არნახული ზრდა. და ამას აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი სკოტ ბენსეტი Fox Business-თან ეთერში. მის თქმით, საუბარია დაახლოებით 140 მილიონ ბარელზე და ეს არის სოფლიო მოხმარების თითქმის ორკვირიანი, 10 დღიანი მაინც, 10 დღე ორკვირიანი მოცულობა. ჩვენ ფაქტობრივად ვიყენებთ ირანულ ბარელებს ირანელების წინააღმდეგ, რათა შევაჩეროთ ფასი. დახბირდა საზოგადოებას სკოტ ბენსეტი. ბოლო 24 საათში ბრენტი გაძვირებული იყო თითქმის 60%-ით. როგორც მოგახსენეთ და აი ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში რომ გითხრათ, ბრენტის ფასი $7 პარლებშია, ხოლო ნედლი ნავთობი $93.5. საერთო ჯამში ეს არის 60%-იანი ზრდა ომის დაწყებიდან ვიდრე დღემდე და თეთრი სახლი განიხილავს შესაძლო მეთოდებს ნავთობის ფასის ზრდის შესაჩერებლად. თავდაპირველად ტრამპი დახბირდა ჰორმუზის რუტის გავლით ტანკერების დაცვას, შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნა ერთი თვითო რუსულ ნავთობზე სანქციები და გააუქმა ქვეყნის შიგნით ეს თქვა ეგრეთ წოდებული საბოტაჟის შეზღუდვები. რა გითხრათ, ირანის ნავთობის სანქციების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნებოდა, სწორედ აი ამას ითხოვდა თეირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისას, გასული წლიდან მოყოლებული, მაგრამ ესე მიიღო ზეპირად ვარი და ეხლა შეერთებული შტატები გარკვეულწილად იძულებულია უკან დაიხიოს სანქციებიდან, რათა კომპენსაცია გაუწიოს ომის ეგრეთ წოდებულ side effects-ებს, ანუ გვერდით ეფექტებს და ეს გვერდითი ეფექტი სახეზეა. არანორმალურად გაზრდილია ფასი და დაახლოებით 9 საათში პატარა ისტორიულ რაკურსს გავაკეთებ თქვენთან ერთად, როდის იყო ყველაზე მეტად გაზრდილი ნავთობის ფასი. რაც შეეხება ამ თემას, კომენტარი აქსიოსთან გააკეთა სანქციების ექსპერტმა, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლას მალდერმა, რომელმაც სწორედ აღნიშნა,
რომ ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში გამოძახილი იმ გვერდითი ეფექტებისა, რაც მოყვა ირანთან ომს. ირანთან ომის დაწყებიდან ავიასაწვავის ფასი არანორმალურად სწრაფად იზრდება. ევროპაში ავიასაწვავის ფასმა გაორმაგება განიცადა და ისტორიული რეკორდი დაამყარა, რომელიც შეადგენს $1,600 ტონაზე, ან $200 ბარელზე. წარმოიდგინეთ, $210 ბარელზე. და აღემატება 2022 წელს რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ ნავთობის ფასების აწევის პიკს. ამის თაობაზე არ გუსიწერს. შეერთებულ შტატებში შედარებით და აბსოლუტურად ფასების ზრდა ნაკლებია $60 და $167 ბარელზე, მაგრამ ესეც 2023 წლის დასაწყისიდან საკმაოდ ძლიერი ზრდა არის. აზიის ერთ-ერთ მთავარ ავიახაბში, სინგაპურში ავიასაწვავის ფასი კიდევ უფრო მაღალია, აღწევს $240 ბარელზე. თემა მარტივია. აუცილებლად და გარდაუვალად უნდა ველოდოთ ფასების ზრდას ავიაბილეთებზე. ესეც გარდაუვალია ამ საერთო გლობალური ინფლაციის ზრდის ფონზე. ირანის გახსენებაზე ძალიან ჩაიძაბა, საკმაოდ ჩაიძაბა ამ ქვეყანას და არაბეთის სხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები. საუდის არაბეთი უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის საპასუხოდ სამხედრო ზომებს მიმართოს და ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა ფეისალ ბინ ფირხანმა განაცხადა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ნდობა, რაც ადრე ირანთან მიმართებით არსებობდა, არის სრულად განადგურებული. ირანი ზეწოლას პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგი მოხვება. მას მეზობლებთან საუბრის არ ჯერა და მეზობლებზე ზეწოლას ცდილობს. რაც შემიძლია კატეგორიულად აღნიშნო, რომ არ იმუშავებს. განაცხადა პრინც ფეისალ ბინ ფარხანმა, როგორც გითხარით, ის საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის და ის ამბობს, საუდის არაბეთი ზეწოლას არ შეეგუება. კიდევ რამდენიმე ამბავი მაქვს თქვენთვის გადმოსაცემი. შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ კვირამდე სამსახურში უნდა აღადგინოს ამერიკის ხმის 1000-ზე მეტი თანამშრომელი. სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია და მათ შორის როგორც CNN-ი წერს, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ემთხვევა წლის თავს, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის ხმის ცენტრალური ბიურო დახურა და ასევე შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს სტრუქტურების დაშლის პროცესი დაიწყო. შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებული ამერიკის ხმა, რომელიც სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც მაუწყებლობდა, გასული წლის მაისიდან თითქმის სრულად გაჩერებულია, თუმცა როგორც CNN-ი უწყება ახლა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ამერიკის ხმის გამოშვება, საინფორმაციო გამოშვება და პროგრამები უნდა აღდგეს. მაუწყებლობის ცნობითვე ამერიკის ხმის 1000-ზე მეტი თანამშრომელი ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ შვებულებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლები გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციას იღებდნენ. მე წარმატებებს ვუსურვებ ამერიკის ხმის ბიუროს და განსაკუთრებით მის ქართულენოვან რედაქციას, სადაც არაჩვეულებრივი ერთმანეთზე უკეთესი პროფესიონალები შრომობენ, მოკითხვები ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით და წარმატებები, რომ ასეთი წყვეტა პროფესიული და გულდაწყვეტა ემოციური მეტი აღარ ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში. ბარემ ერთ ამბავსაც გეტყვით მედია ინდუსტრიის შესახებ. ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის The Economist-ის მფლობელი ჰოლდინგური კომპანია The Economist Group-ის 27%-იანი წილი, რომელიც ლინ ფორესტერ და როჩილდს ეკუთვნოდა, ეს 183 წლიან ისტორიაში მფლობელი სტრუქტურის მხოლოდ მესამე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ეს წილი გაიყიდა და მათ ასევე ეკუთვნით ციფრული გამოცემა 1853 მეგაზინი და ბიზნესის კვლევების განყოფილება. მოკლედ კომპანიის წილი კანადელმა მილიარდერმა სტივენ სმიტმა შეისყიდა, კერძოდ მისმა საოჯახო ჰოლდინგურმა კომპანიამ Smith Financial Corporation-მა, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ ბიზნესს, მათ შორის გავლენიან საკონსულტაციო ჯგუფს Glass Lewis Plops და The Economist-ის ჯგუფში 27%-იანი წილი ისე შეიძინა, რომ გარიგების მოცულობა ცნობილი არ არის. და გასულ წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო დინასტიის მფლობელობაში არსებული წილი, რომელიც მედია ჯგუფში ხმის უფლების მქონე აქციების 20%-ს მოიცავდა, დაახლოებით $527 მილიონი ღირდა. Forrester და Rothschild-ი, მისი ოჯახი და ფონდი თეგი წელს 2002 წლიდან ფლობდნენ
The Economist და კერძო საოჯახო ოფისის ელ როჩილდის აღმასრულებელი დირექტორი და არაკომერციული ორგანიზაციის ინკლუზიური კაპიტალიზმის საბჭოს დამფუძნებელიც გახლავთ.